თამბაქოს კონტროლი კი მკაცრდება და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული პაკეტი დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს. კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაცია, ხოლო ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე. დია მამისეიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწება აიკრძალოს. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. პაკეტის მიხედვით იკრძალება თამბაქოს რეკლამაც. 59,000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად, აქედან 2/3 იმ დაავადებებით, ანუ ყოველი 3-დან 2, რომელშიც თამბაქო არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. ინდივიდი კი არ იხდის ჯარიმას, იხდის დაწესებულება. ინდივიდის, მაგრამ თავარია დაწესებულება იხდის, საკმაოდ მაღალი ჯარიმებია. თამბაქოს კონტროლის გამკაცრების საკითხში ოპოზიცია კრიტიკული არ არის. გიგი წერეთელი ინიცირებულ კანონპროექტს და მასში შემავალ რეგულაციებს სასარგებლოდ და საჭიროდ მიიჩნევს. თავარია ბალანსი დაიცვას, როგორც გითხარით, ჯანმრთელობასა და თქვა თვითონ აი ამ საქმიანობას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა. პაკეტს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის ისინი, ვინც თამბაქოს მიერ გამოწვეულ დაავადებებს კარგად იცნობენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში 2, 3, 4%-ით გაზრდილია მოსახლეობაში ზოგადად თამბაქოს გამოყენება, იზრდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და 14-15 წლის ახალგაზრდებში. კონფერენციას ისინიც ესწრებოდნენ, ვინც ინიცირებული კანონპროექტის რეგულაციებს სრულად არ ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ ბიზნეს ადაპტაციისთვის შესაძლოა 1 წელი დასჭირდეს. სექტემბრიდან შემოიღო ამ წელს, ეს არის ძალიან პატარა დრო იმისათვის, რომ ადაპტაცია მოახდინოს ბიზნესებმა. რეგულაციები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვევს შემოსავლის შემცირება, არ შეიძლება დაუყოვნებლივ ამცირება და შევიდეს ალა. საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს სხდომაზე გაიტანს განსახილველად.